და წმინდისა სულისათა ამენ. ძმაო და დანო, მე დღეს ძალიან მოკლედ მინდა რაღაცნაირად ჩემი კანონის ცხოვრებას ანალიზი გავუკეთო. დღეს თქვენ იცით, სტუმრები გვყავს ჩვენ გერმანიიდან, მართლმადიდებლების სტუმრები გერმანიიდან და რაღაცნაირად შეიძლება მოკლე იყოს ჩვენი სიტყვა. ესე იგი, თითქმის იუბილეა, ხო? სამშაბათს 2 სექტემბერს 64 წლის ღვთები დასრულდა ბოლო დღეა ზაფხულის. თქვენ იცით, რომ ღვთისმშობლის ბაღია ჩვენი ქვეყანა. ღვთისმშობლის ბაღი კიდე დასათვალიერებლად ყველაზე კაია ზაფხულში და მერე შემდგომაზეც განსაკუთრებით კახეთში და ამიტომ მე ადვილობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი ესეთი სასწაული ბაღის ერთ-ერთი ნაწილი ღმერთმა მანახა ზაფხულს. ეს არის საიგვის ალპები. ადგილი, სადაც 20 კილომეტრი იქით არის აბასტუმანი, აქეთ არის საირმე და ჩრდილოეთ მხარეს არის გოდერძის უღელტეხილი. ფანტასტიკური ადგილია ჩემო უფასებო და წელს მეგობრებო ვეღარ, მაგრამ მომავალზე ჩვენ მივიგვაქვს, რომ ყველანი ერთად წავიდეთ და ეს საოცრება მოილოცოთ და ნახოთ ეს სოფლიო სილამაზე ჩემო ძმაო და დანო. ასე რომ დღევანდელი ჩემი სიტყვა უფრო ესეთი სადღეგრძელო იქნება ალბათ უფრო, მაგრამ ამისი არ უნდა შეეშინდეს ვინმეს, ზოგი ცუდად უყურებს ამ სიტყვას. სადღეგრძელო სინამდვილეში არის ჩემო ძმაო ლიტერატურის ერთი ჟანრი, რომელიც მარტო საქართველოში არსებობს, იმიტომ სადღეგრძელო სხვაგან არსად არ არსებობს. სადღეგრძელო ეს არის წირვის სტრუქტურა ზუსტად სუფრის თამათის არის ზუსტად წირვა. ნახე როგორ ვიწყებ აღვამაღლებ დიდება წმინდა სამებასა, სადღეგრძელოც იწყება ის დიდება. მე მშვიდობით ვარგრძელებ მშვიდობა რო იყოს და ასე შემდეგ ჯანმრთელობას და რაც არის მოკლედ ქართული სუფრი. ზოგი თავის უსწავლელობით დასცინის ამ ქართულ ნამდვილ აკადემიას წაიკითხო პლატონი, ნადინი, ერთ-ერთი პლატონის საუკეთესო შედევრი, ნაწარმოები. ეს სხვა არაფერი არ არის, გარდა უდიდესი გენიოსი ფილოსოფოსების, ტრაგიკოსების, კომიკოსების შეკრება ათრიში და სუფრაზე ნადინის დროს. სადაც სუფრას, რომელსაც ასევე ესწრება სოკრატე, წარმოიდგინე. და უცნაური ის არის, რომ ყველა არის მთვრალი, პახმელიას, გამწერია სიტყვა პახმელიას, ეს დიდები. და ამბობენ, რომ დღესო ცოტა ღვინო დავლიო. ნუ ეს საოცარი იდეა, როგორ არის ძმაო და დანო, სუფრაზე, იქ სადაც ღვინოა, რა თქმა უნდა ზომიერად, აი პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება, მარტო წყალს უსვამ, ღვინოც დაგი. ოღონდ, რა თქმა უნდა ზომიერად, იგივე პავლე ამბობს, ნუ დაიგივებით ღვინითა, რომელთაც აქვს სიბიძე. და ესე იგი, რაღაც სუფრაზე რომ ჩდები და საუბრი და თან ზომიერად ღვინოს მიიღე, ეს არის რაღაც ასეთი ურთიერთობა სხვაგან შეუძლებელი. გამიგე? იჭებო ცოტა ჩავუწიეთ და მომეხმაროთ. მეოთხე მეხუთე ცოტა. და ესე იგი, როცა ახლოვდება ხოლმე ყოველთვის ჩემი დაბადების დღე, მე ვარ ძალიან ისეთი მაგლიერების გრძნობით შევდრობილი და მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრს. არა მარტო ჩვენ გვერდის წარმომადგენლებს, სხვებსაც. მადლობა მინდა განსაკუთრებით გადავუხადო ქალბატონ ნარგიზა ბერიას, ეს ბერია არ დამოწმებს ადრილი დასამახსოვრებელი გვარია, მისი ესეთი სიტყვებით
ილაპარაკა ჩემი ქადაგებების შესახებ, რომ რა თქმა უნდა ეს ჩემი დიდი სტიმულია ჩემთვის, ზაზაშვილს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ყველას ძალიან მეგობრს, ვინც ეხმიანება ჩვენს ქადაგებებს და გვისმის მუდმივად. მე სულ რჩება, რადგან ეხლა სამერძელო სტილში ვარ, ჩაუწიე შეგალოცვი, ისში ცხოვრობდნენ, მაგრამ რაღაც ცოტა ვერ იყო, რაღაც ავათი იყო და სულთა ხაერზე თავშობრივ ბაღდადში წავიდა იური ქარაბაკი. და ლუიზა მისი მეუღლე იცნობ თქვენ ამ სასწაულ მათ დაპატიჟეს საირმეში და მათი წყალობით ასე ვთქვათ, შეძენით მოვიარე მე ეს დიდებული საირმის ალპები. დიდი მადლობა ის არა მარტო ჩემი მრევლია, ჩემი ძმა და ჩემი არც თუ ისე შორეული ნათესა. და რა ვიცი, ყველას თქვენ დიდი მადლობა და ყველას არ შეიძლება ვერ მიპოვე ერთი წერილი სამწუხაროდ ვერ ვიპოვე სხვა დროს ფეხბურთელი გველესიანი ჩვენი საქართველოს ნაკრების წევრი, როგორც მე მახსოვს იმას მოусმენია ქადაგება და მამამისისთვის უთქვია, მამამისი მოწმე კაცია, რომ ამ ალექსანდრეს ქადაგება წაიკითხე ოჯახზეა, მოისმინეო და იმ კაცმა მოისმინა, სადაც მე ძირითადად ვკითხულობ ნინოს წერილს, საიუბილეო წერილს ჩემთან. და კაცს უტირია და ცოლი და ქმარი მოვიდნენ ესეთი ულამაზესი კაცია, როგორც გველესიანის ისეთ მეუღლე ძალიან სიმპათიურია და მომიტანა ჩემო ძვირფასებო წერილი, რომელიც მე რო წავიკითხე, ახლა მე ვიტირე, გამიგე, მაგრამ სამწუხაროდ ეს წერილი ფრაგმენტულად რო წამეკითხა, ვერ ვიპოვე და მომეცით ის ბიჭებო, აი შამბერში და ეს კაცი მეცნიერი კაცი ყოფილა. მითხრა მე პროფესორი კაცი, თანამდებობის პირიც იყო და მან მითხრა, რომ ეს ხელითო და წირა მქონეო და მინდა შემოგწირო, ეს არის მე მგონი კაკლის თუ ცაცხვის ხე და შემოგწირა აი თავისი გაკეთები. ნახეთ რა ლამაზი შადა ხო და მადლობა ძვირფას ადამიანს ის მეუღლეს და ფეხბურთელს ჩვენს სახელობას და ყველას თქვენ ყველას მე მოკლედ მინდა ძალიან და ამით დავასრულე ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა ყველას გეპატიჟებთ 2 სექტემბერს ტიანეთში ჩემ დაბადების დღეზე და მთელი ჩემი ცხოვრება მისიონერულ ჩვენ დონეზე, ჩემ დონეზე ღვაწლში ვიყავ, რაც შემეძლო ჩემო ძვირფასებო. არ ვიშურებდი არაფერს, რომ ჯერ მადლობა ღმერთო, ღმერთმა ამდენი შვილები მომცა, ამდენი შვილები მომცა და ეხლა როგორ არის, რომ ვანალიზე ფიქრობ, რომ ეს ზღაპარშვა. იმიტომ რომ ეხლა მოხუცდი და ვხედავ, რომ ძალა აღარ არის და ვფიქრობ, როგორ გავზარდე ეს შვილები, როგორ გავაჩინეთ საერთოდ, როგორ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სასწაული. ესე იგი, ეხლა ვაკვირდები, მაშინ ვერ ვცნობდი, რა ენერგიები მომცა ღმერთმა და რა ენერგიული კაცი ყოფილა, რომ ეს მე შევძლებდი. ეს ხო შეუძლებელი ამბავია. ღვთისგან შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ, რომ მოხდეს. და მადლობა ღმერთს, რომ ეს უზარმაზარი ენერგია, რაც მე გამაჩნდა, ღმერთმა აი ესე კარგად დამახარჯინა და კარგ საქმეში დამახარჯინა და არა რაღაც სულ და გაფრჩებულ საქმეებში, ხო? ძალიან მადლობა ღმერთს, ჩემო ძვირფასებო. და აი პავლე მოციქული ტიმოთეს მიერ მეორე ეპისტოლეში ტიმოთეს წერს, მე უკვე მსხვერპლად ვიწირებიო. ეს უკვე ეუბნება, რომ თავის უკანასკნელ პერიოდს, ახლა პავლე ყველაფერი იცოდა, როდის წავიდა და ამ ქვეყნიდან და ასე შემდეგ. ტიმოთეს ეუბნება, მე უკვე მსხვერპლად ვიწირებიო. მე აღმისრულებია ზრბავა, გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და რაც ღმერთმა გამახერხებინაო და აწი მოველი მომავალ სასუფეველს. და აქ არის საინტერესო ზუსტად ეს სიტყვები, მე უკვე მსხვერპლად ვეწირე. აი ქრისტიანი უნდა იყოს ესე. არა მარტო სასულიერო, რა თქმა უნდა,
ჩვენ სხვებთან უნდა შევეწყვეტ ღმერთს. რას ნიშნავს სხვებთან შევეწყვეტ? რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ღმერთს მართლ აღსარებით, ისე კი არ არის ლიბერალები ძალიან მიყვარს, ყველა ადამიანი მიყვარს. შეცდომილები არიან, ხვალზე შეიძლება მოიქცენ და მოვიდნენ ასე. მაგრამ თუ ბოლომდე ლიბერალებად დარჩებიან, ეგ არ არის სხვებს შეცვლილი, ეგ არ არის საერთოდ ქრისტიანობა, ჩემო ძვირფასო. აი ახლა აღარ მიგდეს სახელების დასახელება. მინდოდა სპეციალურად მივეწოდე ერთი ქადაგება, მაგრამ მიტროპოლიტმა ისა სტეფანე თქვა ჩემი და ყველა სათქმელი და უაზრო გახდა, მაგრამ მაინც ეხლა დიდი გამოხმაურება ჟურნალი, რა ქვია კიდევ? ჟურნალი რო არის, რელიგიური ჟურნალი ვარ. ზღვარი. ხო. ზღვარი, ესე იგი ეხმიანება თან დიდი ის არის, ავტორიტეტული ჟურნალია, მაგრამ მხოლოდ შირმათ აქვს, მიღაბათ აქვს ქრისტიანობა. დანარჩენი არის უარგისი საერთოდ და მიაქციეთ ეს ჟურნალი ყურადღებას, რომ რაღაცნაირად არ გაგიტაცო. გამიგეთ? რაღაცა საშინელება ხდება, დიდი ბრძოლა ჩემო ძვირფასო. თითოეულ ჩვენგან საქართველოს უნდა რომ წაართვა ქრისტიანობა და გადაიყვანონ ისეთ პლატფორმაზე, რომ საშინელებაზე, რასაც აკეთებენ და რასაც აპირებენ. მაგრამ ჩვენ და გასაოცრად ღვთისმშობლის დიდი შემწეობით, ჩვენ ჯერჯერობით დგავთ, როგორც პავლე ამბობს კიდევ სხვა ეპისტოლეში, ჩვენ ტანჯავენ, ჩვენ გვაწამებენ, ჩვენ კლავენ, მაგრამ ჩვენ მაინც დგავართ სწორ სამსახურებაზე და ცოცხლობთ კვლავ. ნუ ამის შესახებ და ყველაფრის შესახებ შემდგომ ჩვენ ხა კიდე გიმეორებ სტუმრები გვაქვს და ვისაუბრებთ, რამოდენიმე საკითხი ამოვიდა და ესე საკითხი გვაქვს გასაკვევი და ამის შესახებ და ამათ შესახებ ჩვენ ყველაფერს შემდგომში ვისაუბრებთ. რაც კიდე მინდოდა, მაგრამ სტუმრები გვაქვს ახლა უხერხულია და ჩვენ კიდე ერთხელ ვიმეორებთ, ვართ ბედნიერები ქრისტიანები, რადგან წირვა ეს არის უდიდესი დღესასწაული, კვირის წირვა განსაკუთრებით, ეს არის აღდგომის დღესასწაული და ჩვენ ხო გახსოვთ აღდგომა რა დღე არის, როგორ გახარებული ვართ და ესე არის ყოველი კვირა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ ვიმყოფებით 64-ში, როცა ჩვენ ვეზიარებით, როცა ჩვენ ტაძარში წირვას ვესწრებით და ვიმყოფებით ესე იგი არა დედამიწაზე, არამედ 64-ში ვიმყოფებით. და თუ აქედან გავავდა, კარგად მოვიქცევით, დარჩებით ისევ 64-ში. თუ ცუდად მოვიქცევით, გამოგდებული ვიქნებით და ისე უნდა დავდგეთ და 64-ის კარს უკავო და ისე უნდა გავაყო და ისე უნდა მოვიდეთ სინამდვილე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ჩვენი მდგომარეობიდან ჩვენი დღეს არის ჩემო ძვირფასებო ისეთი სიტუაცია, რომ როგორც მამები წერენ, რომ პირველ საუკუნეებში, ძველ საუკუნეებში იყო ქრისტიანობას თუ შევადარებთ, იყო დიდი სუფრა, არაჩვეულებრივი სუფრა. დღეს ჩვენ ვიწევს ნამცეცებზე, ესე იგი დასრულდა ქრისტიანობის ის ზენიტი, ხო და დღეს ახლა წარმოიდგინეთ, სასწაულია რა ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ, მაინც რო ვარ, მაინც დიდ გასაჭირში, სულიერ გასაჭირს გულისხმობ, ხო? ლოცვა გვიჭირს, მართვა გვიჭირს, ყველაფერი გვიჭირს, მაგრამ მაინც ვართ, მაინც თაბრაცებთ ქრისტეს და ეს დიდად შეიწირება. მაგრამ ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ვართ, კიდე გიმეორებთ, არა ქრისტიანობის გარიჟრაზე და ვართ ათასეულობით წმინდა მამის გვერდით, არამედ ვართ ძიმე სიტუაცია, სულიერად ძიმე. ამიტომ ამის შესახებ ჩვენ სხვა დროსაც გვექნება საუბარი. ამიტომ რაღაცა ესეთი ზოგჯერ ბევრში არის, რომ სიმკაცრე გამოვიჩინო და ასე შემდეგ, ეს მიუღებელია. არ შეიძლება ესეთი რა. სიმკაცრე მე შემიძლია ჩვენ ტაძარში ისეთი წესრიგი დავამყავ, რომ ბუზის გაფრენა არის, მაგრამ ამისთვის მაშინ პოლიციური რეჟიმი უნდა დავამყავ, არ შეიძლება ესეთი რა ეკლესიაში. ეს უნდა იყოს შეგნები. ეხლა თუ რაღაც ძალიან დიდი ხმაური იქნება, რამოა რა თქმა უნდა გავაფრთხილებული. ეს უნდა იყოს შეგნები. და თუ სიმკაცრეზე დავიწყებ ლაპარაკს, ხო? თუ სიმკაცრეზე
ჩვენ გვდლები თქვა თუ სიმკაცრეზე დავიწყოთ ლაპარაკი, მაშინ იცით თქვენ რომ ჟურნალის კანონის მიხედვით თითქმის არც ერთი მოდელი რა შეიძლება 4000 მოდელიდან ერთი კაცი იყოს მდლობის ღირსი. მაშინ ჩვენ ყოფილვართ განსაკუთრებით თუ სიმკაცრით მიუდგებით ყველაფერს ჩვენ უნდა გავუკეთოთ მაგრამ ჩვენი თავი და მერებზე ვილაპარაკოთ. ამიტომ ასეთი მდგომარეობის გამო მე მაქვს აი ესეთი პოზიცია რომ სიმკაცრე თლიანად გამოვიწყოთ ჩემო ძვირფასად. კიდე გიმეორე თუ სიმკაცრე მიმართოთ, მაშინ მე უნდა განვაცხადო, ვერ გამოვეთო პირველი. გამიგეთ რას ვთქვა. ასეთი მდგომარეობა. ამიტომ ვიყოთ მოწყალენი ერთმანეთისაგან და მე ჩემი გეზი არის პატრიოტის უწმინდესის გეზი. მას მე ვაკვირდებოდი წლების განმავლობაში იმ მას აქვს აღებული აი ესეთი გეზი რომ სიმკაცრე საერთოდ არ აქვს. მაგრამ როგორ ყველაფერი აკარგად მოაწყო, ხო? წირვა როცა პატრიარქის და საერთოდ ყველაფერი რასაც ჩვენ ხედავთ. ჩვენთან არსებობს. დიდი ჯვარი თუ შეიძლება